მერაბ დვალიშვილი საქართველოშია და მას თან ახლავს ნინა დრამა. მერაბმა დააანონსა ზამთრის ტური, რომლის ფარგლებშიც შობის დღეებში ამერიკელ სტუმარს საქართველოს უკეთ გააცნობს. ტურის მიზანია ქართული კულტურის, ტრადიციების, ისტორიული ადგილებისა და უნიკალური სტუმართმოყვარეობის ჩვენება. მერაბის თქმით, შობის პერიოდი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ სტუმარმა სრულად იგრძნოს ქართული სული, ოჯახური სითბო და ის განსაკუთრებული ატმოსფერო, რაც საქართველოს სხვებისგან გამოარჩევს. ზამთრის ტურის ფარგლებში სტუმრები ეწვევიან თბილისის ცნობილ და ისტორიულ ადგილებს. დააგემოვნებენ ტრადიციულ ქართულ კერძებს და გაეცნობიან იმ კულტურას, რომელსაც მერაბი მთელი მსოფლიოს წინაშე ამაყად წარმოადგენს. ვიზიტი თბილისის ზღვასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. ცივი ამინდის მიუხედავად, ატმოსფერო თბილი და მეგობრული იყო. ბუნება, ქალაქის ხედი და საუბრები. ტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი ერთ-ერთ ისტორიულ რესტორანში სტუმრობა იყო. სივრცე სავსე იყო ძველი ქართული ნივთებითა და ანტიკვარული დეტალებით, რამაც ამერიკელი სტუმარი განსაკუთრებულად მოხიბლა. მათ შორის ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია მე-18 საუკუნის ქართულმა ხანჯალმა, ისტორიის ცოცხალმა ნაწილმა, რომელმაც საქართველოს საბრძოლო კულტურა და წარსული სიმამაცე კიდევ ერთხელ გააცოცხლა. ამის შემდეგ ისინი სხვა რესტორანში გადაინაცვლეს, სადაც ქართული სამზარეულოს ყველაზე საყვარელი პროცესები დაიწყო. სტუმრები თავად ჩაერთნენ გურული ღვეზელისა და ხინკლის მომზადებაში, რაც ტურის ერთ-ერთ ყველაზე სახალისო და ემოციურ ნაწილად იქცა. ქართველი მასპინძელი და ამერიკელი სტუმარი ერთად გულმოდგინედ კეცავდნენ ცომს, სწავლობდნენ ხინკლის სწორად დაჭერის ტექნიკას და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ. სიცილი, ხუმრობა და პირველი მცდელობები პროცესს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიდა. შობის დღეებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გურული ღვეზელის კეთებასაც. სტუმრებს აუხსნეს მისი ტრადიციული მნიშვნელობა და ის, თუ რატომ არის ეს კერძი განსაკუთრებით პოპულარული სადღესასწაულო სუფრაზე. მერაბმა აღნიშნა, რომ საქართველოში დამზადებულ ხაჭაპურსა და სხვა ქართულ კერძებს სრულიად განსხვავებული, განსაკუთრებული გემო აქვს. მისი თქმით, სწორედ ადგილობრივი პროდუქტი, ტრადიციული მომზადების წესი და ქართული სული ქმნის იმ უნიკალურ შეგრძნებას, რაც ქართულ სამზარეულოს გამორჩეულს ხდის. საკუთარი ხელით მომზადებული ხინკალი და გურული ღვეზელი მათ დიდი სიამოვნებით დააგემოვნეს. კერძებს ქართული არაყიც დააყოლეს, რამაც საღამოს კიდევ უფრო თბილი და მეგობრული ხასიათი მისცა. ამერიკელი სტუმარი განსაკუთრებულად მოიხიბლა რაჭული ლორითა და ჯონჯოლით. მისთვის ეს გემოები სრულიად ახალი აღმოჩნდა, რის გამოც დიდი ინტერესით კითხულობდა თუ რა პროდუქტებია გამოყენებული და შესაძლებელი თუ იყო მათი ამერიკაში წაღება. სწორედ ასეთ მომენტებში ყველაზე მკაფიოდ იგრძნობოდა ქართული სამზარეულოს ძალა, როცა ერთი გემო საკმარისია. მოგვიანებით საღამო კიდევ უფრო მხიარულ ფაზაში გადავიდა. ქსოვრელების მიერ დაკრულმა ცოცხალმა ქართულმა მუსიკამ გარემო მთლიანად შეცვალა და ყველანი ცეკვის განწყობაზე დააყენა. მერაბი ნინას ქართულ ცეკვებს ასწავლიდა, უხსნიდა მოძრაობების მნიშვნელობას, ნაბიჯებს ასწავლიდა და ქართულ რიტმს აცნობდა. ნინაც დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით სწავლობდა, ხოლო საღამო ნამდვილ ქართულ დღესასწაულად იქცა. შემდგომ მერაბ დვალიშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ქართველ ხალხს შობა ახალი წელი მიულოცა. მან ყველას უსურვა ბედნიერება, სიხარული და ჯანმრთელობა. ცეკვა და მხიარულება კიდევ უფრო გაიზარდა სხვადასხვა ქართული მუსიკის ხანგებზე. მერაბი წარმოუდგენელ ცეკვის ილეთებს აკეთებდა. ნინა დრამა კი მის გვერდით ხალისობდა და ნიჭიერად მხარს უბავდა მის რიტმს. მთელი გარემო სავსე იყო მხიარულობით და ენერგიით. მერაბმა ნინა დრამას რამდენიმე კითხვა დაუსვა იმის გასარკვევად, თუ რომელი ქართული კერძი მოეწონა ყველაზე მეტად. მან მას სხვადასხვა ტრადიციული საჭმელი შესთავაზა ასარჩევად. მათ შორის იყო ლობიანი, შოთის პური, ფხალი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ჩურჩხელა და ჭადი. ნინამ ინტერესით მიიღო ეს პატარა გამოკითხვა და არჩევანის გაკეთების შემდეგ აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ლობიანი მოეწონა, რომელიც მისი ფავორიტი ქართული კერძი გახდა. თუ ვიდეო მოგეწონა, დაალაიქე და გამოიწერე არხი. თქვენი ერთი მოწონება და თითოეული გამოწერა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და გვეხმარება არხის განვითარებაში.